მეორე რომ უყურებ დღეს მის ფილმებს, ეს არ არის მართლა ეროტიული ფილმები, ეს არის ხელოვნება მართლა აქმაზე, რა თქმა უნდა, პირველი არის აქმავი, როგორ რას აღიქვამს. ამ ფილმია, რომელიც თქვენი მონაწილეობით გადაიღო რეჟისორმა შოთა კალანდაძემ, სადაც თქვენი ძალიან თავამი სცენებია. როგორ გაგიცნობთ თავამებს? მე და შოთიკოს გვაკავშირებს თითქმის 17 წელიწადი, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვხატავდით, ერთად გვქონდა გამოფენები. შემდეგ დაიწყო ლაბარაკი კინოზე. და მე ასე ვთქვათ დავიწყეთ ლაბარაკი კინოზე, რომ შენიქნებ დაიწყო კინოს გადაღება რაღაცა და მართლაც დაიწყო ამის ინტერესი გაუჩნდა. გადავწყვიტე რომ მე ვარ მსახიობი და მე მაქვს უფლება კი არა, მე უნდა ვიტამაშო ეს როლი. მე უნდა მქონდეს ესეთი როლი ნათამაში. თუმცა მსახიობების ერთი ნაწილი მაინც უარსაბობს გავსი თამამი როლი. არა, მე არა, ეს არის კომპლექსი. ეს არ შეუძლიათ ესეთი ამის თამაში. ყველაზე ლაპარაკი რომ ვინ როგორ შეძლებს ამის გაკეთება. მე ვფიქრობ შოთიკო აკეთებს ძალიან ნიჭიერად და ძალიან თავისებურად. რუსეთში მეთქე ძალიან ბევრჯერ უარი. შოთასთან არასდროს პრასარუს ახლა ვიცი რომ ეს იქნება ესთეტიკა. საჭიროა თამამი სცენა ეს აუღოთ ეს უნდა გაკეთდეს ძალიან გემოვნებით. მე ისეთ მხატვრებთან გავიზარდე ჯემალ შანშეშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, ედმუნდ კალანდაძე, ბავშვობიდან მათთან ვარ და საჭიროა თამამის სცენა მე ვიცი ამ მხატვრებისგან რომ თუ არის საჭირო თამამად უნდა დაიხატოს და ყველაფერი ეს ხალხი მე როგორც მხატვარი ისე უდგები არის ჩემი ფერები პალეტრაზე და რაც უფრო ხარისხიანი ფერია და ვინც არ დათანხმდა დიდი ბოდიში ცოტა უხარისხო ფერია